ირაკლი ღარიბაშვილი ეს არის პირველი საჯარო გამოჩენა მას შემდეგ რაც ქვეყანაში იყო ხმაურიანი დაკავებები ადგილზე ჩვენი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე მუშაობს მაკა პირდაპირ ეთერში ხარ პასპორტი გაქვთ თუ აიძი ბატონო ირაკლი ერთი წამი ნუ მეჭიდავ არ გაქვთ წვდომა საერთოდ საკუთარ პასპორტზე აი მოდი შევიდეთ ერთ წამი შეგვიშვით კაცო რასაც მოდა შეგვიშვით თუ გააკეთებს ის საერთოდ განცხადებას მე პირადად ძალიან მაინტერესებს ბოლო განსაკუთრებით იმ დაკავებების ფონზე ძალიან საინტერესოა რა სიტყვის და თან რა არის აღსანიშნავი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ის ლიდერი რომელიც წინა საარჩევნოდ ყოველთვის აქტივობდა და პარტიულ აქტიურობისკენ მოუწოდებდა მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როდესაც ამ არჩევნების წინ მას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს რომ ისულიყვნენ და ივანიშვილის პარტიისთვის მხარი დაეჭირა შეიძლება ვთქვათ რომ უკვე რამდენიმე თვეა ექს-პრემიერი არის სრულ მდუმარებაში. გაუჩინარებული ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას პასპორტიც კი ჩამოართვეს, რომ ქვეყანა არ დაეტოვებინა. ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანზე. ძალიან ბევრი კითხვა მასთან და იმედია მაკა ჩიხლაძეს ექნება საშუალება, რომ დაუსვას მას შეკითხვები. საინტერესოა ჯერ თუ მოისურვებს საერთოდ განცხადების გაკეთებას. პასპორტი აქვს ღარიბაშვილს თუ პირადობის მოწმობა, ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ როგორც შენც აღნიშნე, იყო მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს პასპორტი ჩამორთმეული. არ ვიცი ეს კადრი ამ კადრის საშუალება თუ გვექნება რომ ნახოთ რა დოკუმენტით მივიდა ის საარჩევნო უბანზე. ის მეუღლესთან ერთად იმყოფება, ხო? თუ არ ვცდები. კი, მეუღლესთან ერთად ნუკა თამაზაშვილთან ერთად გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. საინტერესოა მოკლედ თუ არ ვცდები პირადობა. ნოდარ, პირადობა აიდი ბარათით აძლევს ხმას ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მე პირადად მაინტერესებს აი ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების შესახებ იტყვის თუ არა გუგა რაიმეს ექს-პრემიერი, იმიტომ რომ ბურჭულაძე იყო ის ადამიანი, რომელიც განიხილებოდა მის ყველაზე ახლო გარემოცვას. და ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის ასე პირველი საჯარო გამოჩენა მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა და თქვა, რომ პოლიტიკიდან წავიდა. და უნდა აღინიშნოს ერთი დეტალიც. ის ყველაზე გვიან მივიდა ოცნების ლიდერებიდან არჩევნებზე 2.5 წუთია ის ახლა გამოჩნდა საარჩევნო უბანზე, რომ ხარი დაუჭიროს სავარაუდოდ ქართულ ოცნებას. ეს საარჩევნო უბანი მის სახლთან ახლოს მდებარეობს. მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული დილიდან ელოდებოდნენ ექს-პრემიერს. რაღა დაგიმალო ნატა და მე პირადად ძალიან მაინტერესებს რა არჩევანს გააკეთებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილი, იმიტომ რომ რაღაც მაინც მრჩება განცდა რომ ის განაწყენებულია ქართულ ოცნებაზე. თუ ქართულ ოცნებაზე არა ირაკლი კობახიძეზე ნამდვილად. ნამდვილად. მე ისიც მაინტერესებს თუ იტყვის საერთოდ რამეს და თუ მოისურვებს განცხადების გაკეთებას. ხო, ყველას გადახაზავს ისე. ეგეც საინტერესოა. ეგეც უკვე მისი განაცხადი იქნება. სხვათა შორის ბევრი ამბობს ბოლო დღეებია აი ამ დაჭერების ფონზე, რომ ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებსაც კი უნდათ ქართული ოცნების დამარცხება, იმიტომ რომ ეშინიათ იმ რეპრესიების დაკავებების, რომელიც კობახიძემ დინარაძის გუნდმა წამოიწყო. ხო და აი ზუსტად ამ პოლიტიკურ კულუარებიდან გამოსულ ამბებში ხშირად ახსენებენ ხოლმე ირაკლი ღარიბაშვილის რაღაცას ვერ არკვევს თუ არ ვწდები. გვარსაც მე ძალიან მაინტერესებს და ძალიან მინდა რომ მან მოისურვოს დღეს რაიმე განცხადების გაკეთება ირაკლი ღარიბაშვილთან კითხვები მათ შორის არსებობს როგორც უკვე მაყურებელსაც უყვებოდით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მაინტერესებს ისიც თავად თუ ელოდება დაკავებას რა სიტყვა იმიტომ რომ მისი მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან ახლა ციხეში ფაქტია ჩვენ არაერთი ჟურნალისტური გამოძიება გვახსოვს სადაც საუბარი იყო იმაზე რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილს კორუფციულ საქმეებზე იყო იქ საუბარი და სავარაუდო კორუფციულ საქმიანობაზე იყო საუბარი და თუ სუსი ამბობს რომ დიდი ალბათობით გამოძიებას კითხვები აქვს ღარიბაშვილთანაც. ნამდვილად. საინტერესოა ისე თავად თუ იმყოფებოდა რომელიმე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე, რადგან როგორც უკვე ვიცით, რამდენიმე მისი ყოფილი მინისტრი არის დაჭერილი წესით გამოძიებას მასაც უნდა კონდეს პრემიერ-მინისტრი იმ პერიოდში იყო ღარიბაშვილი. ამიტომ დიდი ალბათობით კითხვები ხდება მასთანაც. ჩაბზანდით. დაკეთეთ ჩამოვიდეს, ხო ჩამოვიდეს. ბატონო ირაკლი ჩვენზე ამბობს თქვენი თავთავრობის კაბინეტი კორუმპირებული ყოფილა სრულად მარა ტელევიზია რამე გარემოცის კაბინეტის მინისტრი და კორუფციის ეს უნდა დატოვოთ
წამით. ბატონო ირაკლი, არ ვუყურებ საფრთხეს. თქვენ მაინც თუ ინარჩუნებთ კონტაქტს თორნიკე რიჯვაძესთან? ბავშვს საუბრობში სადეთ ბატონო ირაკლი, მადლობა მაინც უხარით ბატონ ბიძინას. მაგას აკეთებდით ყოველთვის და მადლობა მაინც გამოყენება დაგჭირდათ, იმიტომ რომ ამობერო პასპორტის კარგი. ბატონო ირაკლი. აი დიჭირეთ, პასპორტი. რას აკეთებ? უცრავად რა გამოტარეთ გაყვა, რა ხდება? აკრძალ ბატონო ირაკლი, შინაპატიმრობა გაქვს ბატონო ირაკლი? ანუ არ გაქვს ლაპარაკის უფლება? მხოლოდ ჯოშე მურჭულაძეს, ასე და მაინც არ გააჩნევთ ბატონო ირაკლი. საკუთარ მეგობრებს მაინც დაელაპარაკეთ ბატონო ირაკლი. გიორგი თქვენ ახლა ხედავთ პირდაპირ ეთერში როგორ დატოვა ექს-პრემიერმა მე-11-ეს არჩევნო უბანი, ეს არის ფალიაშვილის 59 ნომერი, აქ აძლევს ხოლმე